რას ნიშნავს ჩაფიქრებული სიზმარი? მოკლე ექსპრესაჭარო გაშლა, რომელიც თქვენ ნანახ სიზმარზე გიამბობთ. არ აქვს მნიშვნელობა როდის ნახეთ, მაგრამ მკაფიოდ დაგამახსოვრდათ და მოდით ნახოთ რას მოგიტანთ ნანახი სიზმარი, რა ნიშანი იყო ეს სამყაროსგან პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი მწვანე ავანტიურინი, მეორე ვარიანტი წითელი იასპი. კარგად, დააკვირდით ორივე ვარიანტს, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, რას ნიშნავდა ნანახი სიზმარი, რა ცვლილებებს მოიტანს ის? ეს არის გლობალური სიზმარი, ეს არის სიზმარი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში როგორი გლობალურიც იყო, ისეთივე გლობალურ ცვლილებებს შემოიტანს. ეს არის უსაზღვრო წარმატების, გახსნილი პოტენციალის, შესაძლებლობების სიზმარი და თქვენ ნანახმა სიზმარმა გიამბოთ ის, რომ ძალიან მალე ეს ცვლილებები მოხდება. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება თქვენს რეალობაში და თქვენ აბსოლუტურად სხვა ცხოვრების და სხვა რეალობის ხარისხში გადახვალთ, ხომ? რაც იქნება თქვენთვის ძალიან განსხვავებული, ძალიან ამაღელვებელი, ახალი თავგადასავალი გელოდებათ წინ, ასე რომ ასეთი ძალიან კარგი არკანია პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი წითელი იასპი. თქვენ რას გიამბობთ ნანახი სიზმარი? რა გელოდებათ? ხმლების პაჟი, შესაძლოა გარკვეული კონფლიქტი, გაღიზიანება, შესაძლოა თქვენი ნერვების მოშლა გადაწყვიტოს კონკრეტულმა ადამიანმა, ხო? ეს არის არასასიამოვნო ადამიანი, რომელიც მუდმივად შესაძლოა ცდილობდეს თქვენს დაკნინებას, თქვენს გაუფასურებას, თქვენი ინტერესების დამცირებას. ეს არის სიზმარი, რომელიც გაფრთხილებთ იმას, რომ თქვენს რეალობაში არის ასეთი ადამიანი და ის მუდმივად პროვოცირებს იმაზე, რომ გამოიწვიოს თქვენგან ნეგატიური ემოციები. და ეს სიზმარი ასევე გაფრთხილებთ იმას, რომ ჩამოკიდებული კაცი ადამიანი არის ლარვის ქვეშ, ანუ არის პარაზიტულ ენერგიებში და მას პრინციპში სხვაგვარად არ შეუძლია, ასე თუ არ მოიქცა, ვერ იცოცხლებს, ესე იგი, სხვანაირად ხომ ისიკვებება ასეთი ენერგიებით, მაგრამ გაფრთხილება არის ის, რომ ეს ადამიანი სადღაც ახლომახლოა და ნამდვილად ეძებს თქვენგან ენერგიას, პოტენციალს, რესურსს და იყავით ფრთხილად.